სახელმწიფო ჭარბ ყურძენს 60 თეთრში ჩაიბარებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქარხნებში თეთრსა და წითელ ყურძენზე ფასი 70-80 თეთრი დაფიქსირდება. ამასთან, როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, ყურძნის სუბსიდირება და ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფო ბიუჯეტს 60 მილიონი ლარი უჯდება. აბნევენ მოსახლეობას. ამიტომ მე მინდა მივმართო 300 მილიონ ლარამდე უკვე შეუვიდა გახელგლეხებს სწორედ რთველიდან ბოლო ორი რთველის შედეგად 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ. მხოლოდ მიმდინარე მელიორაციის პროექტები არის დაახლოებით 70 მილიონის, რომლის ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ რომ კახეთზე 150 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი იაფი ფულია გაცემული სწორედ ამ დარგში. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ბუნებრივია მათ აქვთ ალტერნატივები. ჩვენ ასევე შევარჩიეთ მერიის დახმარებით ქალაქ თბილისში 15 ადგილია შერჩეული, სადაც შეუძლიათ რეალიზაცია და ლარიდან 2 ლარ ნახევრამდე მერყეობს ყურძნის ფასი და ასევე არის დაახლოებით 20-დან 25,000 ტონამდე მოთხოვნა ზოგადად როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან.